დავბრუნდით ეთერში, ვსაუბრობთ თემაზე შფოთვა და შიში ჩვენ სტუმართან ერთად, ექიმ-ნევროლოგ პროფესორ მარინა ჯანელიძესთან ერთად. დილამშვიდობის ახალბატონ მარინა, კიდევ ერთხელ. ჩვენ არაერთხელ შევხვედრივათ ერთმანეთს ეთერში, სხვადასხვა საკითხზე გვისაუბრია, სხვადასხვა დაავადებაზე გვისაუბრია, თუმცა დღეს ჩვენ უნდა ერთმანეთისაგან გავმიჯნოთ, რა არის შფოთვა, არის თუ არა ეს ბუნებრივი მდგომარეობა, როდის არის აქ პათოლოგია და რა კავშირი აქვს მას შიშთან თუ არსებითად განსხვავებული მდგომარეობა. თუმცა ვიდრე ამ საკითხებზე ვისაუბრებთ, რამდენიმე სიტყვით რომ შეაფასოთ ის, რაც მოვისმინეთ. რა არის იმაში არაბუნებრივი და არაფიზიოლოგიური, როდესაც დედა შვილების გამო ღელავს? როდესაც საპასუხისმგებლო კრიტიკულ პერიოდში ჩვენ ვღელავთ, როდესაც რთული ეტაპია ჩვენს ცხოვრებაში და ვღელავთ. ეს არის ნორმა? ეს არის ფიზიოლოგიური თუ ეს საყურადღებო მდგომარეობა? მოდით ესე დავიწყოთ. საერთოდ ადამიანი, რომელიც არ ღელავს და არ შფოთავს, ის ადამიანი არ არის, არა? ყველა ადამიანი რაღაცაზე ღელავს და რაღაცაზე შფოთავს, მაგრამ ჩვენ უნდა შეგვეძლოს ისევ ფლობდეთ ჩვენ თავს, აი აქედან დავიწყოთ, რომ ეს სხვას არ მოვახვიოთ თავს. თორე ბუნებრივია, რომ დედა შვილზე უნდა შფოთავდეს და უნდა ღელავდეს, მაგრამ ამან არ უნდა შეუცვალოს მის გარშემომყოფებს ცხოვრების წესი და არ უნდა იყოს გამაღიზიანებელი. და პირველ რიგში არ უნდა აღელვოს და აგზავნოს შვილი. შფოთო ზოგადად. ეხლა ზოგი მეტ შფოთავს, ზოგი ნაკლებს, ეს არის ჩვენი პიროვნული პერსონოლოგიური თვისებები, რომლებიც დიდწილად განპირობებულია გენეტიკით და ჩვენი აღზრდით, მარტო გენეტიკით არა. აღზრდას უამრავი რამის გაკეთება შეუძლია ადრეულ ბავშვობაში. მაგრამ ის რომ ჩვენ შვილებზე შფოთავ და ვღელავთ, ეს არის ელემენტარული ბუნებრივი მდგომარეობა, მაგრამ ჩვენ აი ქართველებს ზოგადად, ეხლა მე ესე ცოტა რომ განვაზოგადო, ეს დედობრივი შფოთვა გადაგვდის ეგრეთ წოდებული ტერმინია ჰიპეროპეკა, ну ქართულად რო ზედმეტი მზრუნველობა, მაგრამ აი ტერმინი ესე ჟღერს და აი ეს ჩვენ დედებს ძალიან კარგად გამოდით რომ იშფოთონ 30 წლის კაცზე და მითხან რომ მე მაგალითად მეთქვა რომ ბავშვი უნდა მინდა რომ მოგიყვანოთ პაციენტი. მე სულ მგონია რომ ბავშვი მე არა ვარ ბავშვის ექიმი და ველოდები რომ არა 25 წლის არის და ვეუბნები ქალბატონ 25 წლის ბავშვი აღარ არის. ეს არის დამოკიდებულება, რომელიც რასაკვირველი არ არის ნორმალური. ესა ჩვენ ასაკოვან ადამიანზე ისევ შფოთავთ, რომ მას ბავშვს უწოდებთ. ეს არის ცოტა გარკვეულად, არ ვიცი ახლა ჩვენი კულტუროლოგიური თვისებაა დავარქვათ ამას, რაღაცა გამძაფრებული, არაადეკვატური. მაგრამ ის რომ 2 წლის ბავშვზე დედამ უნდა იღელვოს და იშფოთოს, ეს არის სრულიად ნორმალური, მაგრამ ის ბავშვი არ უნდა ჩააგდოს ისეთ დღეში თავისი ფორიაკით, რომ მას აი იმ პატარა ბავშვს ის თავისი სამყარო თამაშის, ასე ვთქვათ, დაუმახინჯოს. ეს ამისინება არ მიცეს, ეს არ შეიძლება. ჩვენ ეს შფოთვა გარკვეულად ჩვენ თავში უნდა ჩავკართ, მაგრამ მე მაგრამს აქ ვამბობ. ამას უნდა მივაღწიოთ გარკვეულად აღზრდით. ჩვენ აი ესეთი ტიპის აღზრდა, რომ ბავშვებს მე ბავშვებს გულისხმობ, ჩვენ ყველანი მოვდივართ ჩვენი ბავშვობიდან. ჩვენ ვიქცევით ისე, როგორც გაგზარდეს. და ხშირად აი აღზრდაში ეს საკუთარი თავის ფლობის უნარი. რაღაცის თქვათ დახშობა შენ თავში, რაღაცის თქვათ რეაქციის ნაკლები მიცემ. ამას ხო არავინ არ გვასწავლის. რასაკვირველია. ამას ჩვენ არ გვასწავლიან. ამიტომ ეს ახლა ასაკში უკვე ვლინდება აი ესეთი გარკვეულწილად არაკონტროლირებადი, როცა შენ თავს ვერ აკონტროლებ. ეს უკვე აღზრდის მარტო გენეტიკის ბრალიც არ არის. მე გითხარით რომ გენეტიკა აი ხშირად თქვათ იქ სადაც ოჯახში არის ადამიანი რომელსაც აქვს რეალურად შფოთვითი აშლილობა, შფოთვითი მდგომარეობა, მის ოჯახში თქვათ შეიძლება მის შვილიშვილსაც ქონდეს ასეთი მოვლენები. ეს ისევია თქვათ როგორც შაკეკის მქონე ადამიანს თქვათ გენეტიკურად წინასწარ განწყობა შეიძლება იყოს განპირობებული, მაგრამ აი ბავშვობაში აღზრდის ფორმები ძალიან ხშირად ჩვენ გვეხმარება რომ გარკვეული შიში შფოთვა დავზვიოთ, იმიტომ რომ შფოთვა და შიში ბავშვობიდან მოდის. ბავშვებს ახასიათებს რაღაც გაუცნობიერებელი შიში, სიბნელის, ცხოველების, ჭექაქუხილის, ეს არის ბავშვობის შიშები, ხო? და აი ამ ასაკში ბავშვს ძალიან ჭირდება დედის მზრუნველობა, დედის სითბო და თანადგომა. დედაც კი არ უნდა შფოთავდეს, ბავშვი უნდა უხსნიდეს, ეს რა არის, რატომ არის, აბა ნუ გეშინია და ამშვიდდი. ეს ბავშვის შიშები და სამწუხაროდ, იცით? აი ჩვენი ბავშვები, ეხლამდელი ბავშვები ძალიან ხშირად მოკლებული არიან
დედების დაკავებულობის გამო მე ამას სხვათი ვერ ხსნი. აი დედები, აი როგორც ჩვენი რესპონდენტი ასეთ რეჟიმში ცხოვრობენ, რაც მინდა გითხრათ რომ არანორმალურია. არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში, ჩვენ ხო გვინდა რომ ცივილიზებული ქვეყანა გავხდეთ. აი ამ რეჟიმით ქალბატონები არ ცხოვრობენ. მათ აქვთ გარკვეული სამუშაო დღე, მათ აქვთ აუცილებლად ორდღიანი დასვენება, ეს არის კანონი. და მით უმეტეს თუ დედას პატარა ბავშვი ყავს, ყველა კარგი ქვეყნის მთავრობას ზრუნავს რომ ის დედა ცოტა მეთხანს იყოს ბავშვთან. ეს არის იმ ქვეყანას რომ ნორმალური შემდეგი თაობა აღუზრდოს. და იმ ქვეყნის ინტერესია ჯანსაღი მომავლის უზრუნველყოფა. რაღაც ასაკამდე ბავშვს ჭირდება დედის თანადგომა და აი ესეთი მძიმე რეჟიმი, რასაც მე ხა ვისმენთ, იცით? და მე კიდე ერთ რამეს გეტყვით, 12 წლის ადამიანი არ უნდა მუშაობდეს. აი ხა ახსენა ჩვენმა 12 წელი სასაკე, როდესაც ადამიანი უნდა სწავლობდეს, თქვა ბავშვი. ეს არის ჯერ ბავშვი, მოზარდ არ არის ბავშვია. ის უნდა სწავლობდეს, დადიოდეს სპორტზე, ეუფლებოდეს სხვადასხვა თქვათ, უნარჩვევებს უნდა იძენდეს, მაგრამ არ მუშაობდეს და პასუხისმგებლობა არაფრის მიმართ ჯერ არ უნდა ქონდეს საკუთარი სწავლის გარდა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა ახსენეთ პასუხისმგებლობა და რამდენად არის შფოთვა და შიშები დაკავშირებული პასუხისმგებლობასთან. ამ თემას დაუბრუნდეთ მას შემდეგ, რაც უპასუხეთ მაყურებელს. დილამშვიდობისა გისმენთ. ალო გისმენთ დილამშვიდობისა ასეთი შეკითხვა მაქვს ლუჩივი 30 წელია ნევროს ჩიში მაქვს ღამით ვერცად ვერ დავდგები თუ მაგალითად ვინმე მათელა ის ყოველთვის მთელი ღამე უნდა ვიფიქრო ვინერვიულო ამ დროს ამიწევს წნევა პირი გამიშრება ხელების ფეხების ბუჟილი მაქვს ასტიკად ხო და ამას ამ ყველაფერს ვერ დავახტიე ვერაფრით კი ბატონო ხო და სტაციონარშიც ვიწექი ერთი თავი წამალი ასეთი არის მე პრობამატი რომელმაც მე ის შიშები ყველაფერი დამიმწყნარა და დამიმშვიდა თუ შეიძლება ასეთი პრეპარატი იყოს და მივიშველიო თავზე კი ბატონო დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ამის ყოვნა მქონდა, მადლობა. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. მედიკამენტებთან დაკავშირებით უნდა ცალსახადს თქვათ, ჩვენ დამოკიდებულება არის ყოველთვის კატეგორიული, ჩვენ არასდროს არ ვიძლევით სატელევიზიო დანიშნულებას, არასოდეს და ამას აქვს რამდენიმე მიზეზი, უპირველეს ყოვლისა არ შეიძლება თვითმკურნალობის წახალისება. ეს საბედისწერო აღმოჩნდა ძალიან ბევრ სფეროში, არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, მაგრამ რაც შეეხება თქვენს შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად სწორ მიმართულებას მივცემთ. იცით რა, როდესაც ადამიანი 30 წელიწადი ეს არ არის 2-3 თვე უჩივის, აქ მარტო კონსულტაციით და საუბრით არაფერი ალბათ არ გამოგვივა. ეს ქალბატონი ეტყობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ასე ვთქვათ, შფოთვით, დავარქვათ შფოთვა, ეს არის ყველაფერი, ეს არის ნევროზის გარკვეული ფორმები. არის ასე ვთქვათ, შეპყრობილს ვერ ვიტყვით, მაგრამ მას ეს სიმპტომები აქვს და აქ გარკვეული მას მე არავითარ პირდაპირ რჩევას არ მივცემ, მედიკამენტების გარეშე ალბათ გაუჭირდება. როცა 30 წლიანი ანამნეზი, ეს რო იყოს 3 თვე, 4 თვე, 1 წელი კიდე შეიძლება ურჩიოთ, მაგრამ ამდენი წელი და კარგად ჩამოთვალა შფოთვისთვის დამახასიათებელი ვეგეტატიური, ფსიქოლოგიური სიმპტომები, ეს ყველაფერი ახასიათებს შფოთვას, აი უძილობა, ღამე სიტუაციის გახსენება, პირის გაშრობა, ეს ვეგეტატიური დაბუჟება, ეს არის ძალიან ტიპიური სიმპტომატიკა, იმიტომ რომ შფოთვას აქვს თავისი, ეს არის ფსიქოლოგიური სიმპტომები, არის ავტონომიური სიმპტომები, არის სომატური სიმპტომები და აი ესეთი 2-3 სიტყვით ის რაც თქვა შეიძლება მე მეთქვა პაციენტმა ამ შემთხვევაში მას ქალბატონს პაციენტად მოისახდენებ, იმიტომ რომ ძალიან კარგად ჩამოაყალიბ. კარგად კი არა, ეს არის ის, რაც მათ აწუხებთ. მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ აი ჩემი ესეთი საკმაოდ კარგი, დიდი ხნის გამოცდილებით ასეთ პაციენტებთან ურთიერთობის მედიკამენტის გარეშე გაუჭირდება მარტო თვითშეგნებით, თქვა ტრეინინგით, აუტოტრეინინგს გულისხმობ. მე ეს ალბათ გაუჭირდება. უნდა ვივარავდეთ, რომ ეს ეტაპები გავლილი აქვს, ან არაეფექტურად გამოიყენა თავის დროზე და ახლა საჭირო იქნება უფრო სერიოზული ხარდაჭერა. დიახ. დილამშვიდობისა გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობა. სანამ შეკითხვას დაგისვამდეთ. მინდა ქალბატონ მარინას უღრმესი მადლობა გადაუხადო. მე მისი პაციენტი ვიყავი. და ძალიან რთული წამალი გადამაგდებინა ისე უმოკლეს დროში ძალიან მძიმე წამალი და დიდი მადლობა ქალბატონო მარინა ყველა ვისაც რა პრობლემა გაქვს მიმართეთ ქალბატონ მარინას უღრმესი მადლობა
კითხვა რაში მდგომარეობს თქვენ? კითხვა 72 წლის ქალბატონს ძილში მარცხენა ხელი უბურსდება. და რო გამოიღვიძებს მე დაბუჟებული რო აქ თითქმის ვერ აგრძობს მარცხენა ხელს და აი მასაჟებით ხელის თითების მოძრაობით აღადგენს მე ამ გრძნობა უბრუნდება ხელში და კარდიოგრამა გაკეთებულია გულის პრობლემები არ აქვს. რა შეიძლება ანალიზი გაიკეთოს ან ვისთან უნდა მივიდეს? დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. ასეთი ტიპის კითხვა ძალიან ხშირად ისმევა ჩვენთან ეთერში. ჩვენ გვიწევს განმარტება მაგალითად ანგიოლოგებთან ერთად, სისხლძარღვთა ქირურგებთან ერთად, რომ ეს არავითარ შემთხვევაში პროტრომბინი არ არის. ჩვენ გვჭირდება განმარტება, რომ ეს კარდიოლოგების პროფილი არ არის. ჩვენ გვჭირდება იმის ახსნა, რაში მდგომარეობს ჩვენი ხერხემლის ანატომია, რატომ არის მნიშვნელოვანი იმის გათვალისწინება, რა ხდება ასაკთან ერთად. მოდით ეს აზრი გავაგრძელოთ ქალბატონ მარინა, რატომ ვახსენე მე ხერხემლს? არა, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი ალბათობით წოლის დროს ჩვენი კისრის მალების არასწორი პოზის გამო, სხვადასხვა ძალიან მარტივად რომ თქვა, ასაკში ჯობია კისერი გვედოს ესეთი ყურთბალიშის ტიპის ბალიში გვედოს, რომ არ მოხდეს თქვა იმ სიზარღვების და ნერვული წყლების გარკვეული კომპრომეტაცია, რომელიც მდებარეობს ამ მიდამოში და აი ყურთბალიში ეს ქართულად გასაგები სიტყვა აბსოლუტურად. აი ხშირად ამას ხელს უწყობს. და აი ამიტომ თქვენ აბსოლუტურად სწორებს ძალიან დიდი ალბათობით ქალბატონს აქვს ისეთი ასე ვთქვათ სიზარღვოვან ნერვული წნულის პრობლემა დაკავშირებული კომპრესიასთან. ახლა მე ძალიან მარტივად სხეულის მდებარეობის შეცვლა ამ შემთხვევაში შესაძლებელია. ეს არ უნდა იყოს რასაკვირველია კარდიოლოგიური პრობლემა, იმიტომ რომ თქვენეთ და რასაკვირველია ეს ეგრეთ წოდებული პროტრომბინი, რომელიც საქართველოში ძალიან უყვართ და ძალიან პატივსცემენ. ჩვენ იმდენჯერ ვისაუბრეთ ამაზე, ამ აღსახსენებელ კომპონენტზე, რომ მე იმედია ჩვენ მარტივმა მაყურებელმა ეს უკვე ძალიან კარგად იცის. ეს უნდა იყოს ამის. ჩვენ დაუბრუნდეთ ახლა იმ ფრაზას, რომელიც თქვენ ახსენეთ და მე ვთვლი, რომ ეს არის ჩვენი დღევანდელი საუბრის გასაღები. პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა, რომელიც ცხადია ასაკთან ერთად იმატებს. პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ სტატუსიდან გამომდინარე იმატებს. პასუხისმგებლობა, რომელიც რეალური ვითარების ცვლილებასთან ერთად იმატებს. პასუხისმგებლობა, რომელიც ეკონომიკურ, ფინანსურ, პოლიტიკურ კრიზისებს აუცილებლად ახლავს თან და ხშირ შემთხვევაში ეს პასუხისმგებლობა სრესს ადამიანს. პასუხისმგებლობა აღმოჩნდება იმაზე დიდი ტვირთი, ვიდრე ადამიანს შეუძლია ეს თვითონ თავისი ხასიათობრივი თავისებურებიდან გამომდინარე ატაროს. მაგრამ შფოთვა და შიში რო გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან. ერთია, როდესაც ჩვენ გვაქვს ობიექტური მიზეზები, რის გამოც გვეშინია. რა თქმა უნდა, თუ ცეცხლი ავანთეთ არასწორად, დიდი ალბათობით უნდა გვეშინოდეს იმის, რომ ეს გადაიქცევა ხანძრად. მაგრამ, როდესაც აი მაგალითად ჩვენს მეგობარს ლადოს ეშინია ფრენის, ამისთვის არსებობს თუ არა ობიექტური წანამძღვრები, თუ ეს არის განსაკუთრებული მდგომარეობა, დიახ, აი სწორედ ამიტომ მინდა, რომ ეს საკითხი გავარჩიოთ. აი გვეშინია ფრენის, დიდი განსხვავება ეს იცით რა არის? ნუ ფრენა ხარ რო შევადაროთ, ეხლა მათ რო წავყვეთ, შეიძლება როგორც ხანძრის გეშინია, თუ რო წარმოედგინო, თქვათ სიღრმეებში ფრენა რა არის, შეიძლება შიშმა აგიტანოს, ხო? აი რო წარმოვიდგინოთ ეს რას აკეთებს თვითმფრინავი, რა შეიძლება დაგვემართოს. ეხლა მით უმეტეს, ნუ ეხლა ლადოს ეს მე როგორც მივხვდი დიდი ხანია შიში აქ და ეხლა ამ ბოლო ორ კვირაში ისეთი კატასტროფები მოხდა და ისეთი თქვათ კარგად დაგვანახეს ეს ყველაფერი. ჩვენ შფოთვას და შიშს ხო ძალიან ხშირად უწყობს ხელს ჩვენი მასმედია. იმის მაგერ რომ ზოგადად საზოგადოება გადაიყვანოს პოპულაცია სულ ერთია რა ქვეყნის. აი რაღაცა უფრო შვიდ წყნარ გარემოში მაქსიმალურად ხდება ასე ვთქვათ ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც თუ შენ თვითონ არ გაიკეთებ გარკვეულ აი კედელს ამ ინფორმაციის მიმართ და ცოტა უფრო ისეთი, ნუ ლაბილური ნერვული სისტემის ადამიანი ხარ. რასაკვირველია ამას რო ყველაფერს უსმინო, ყველაფერს უყურო, უამრავი შფოთვის და შიშის მიზეზი გექნება. ეხლა ზოგადად სიმა ფრენის შიში ეს არის ერთ-ერთი ძალიან გავრცელებული, დავარქვათ მას სპეციფიური ფობია, თუ შეიძლება ესე ვთქვათ. ეხლა, ნუ არსებობს ვთქვათ ესეთი აი კოგნიტურ ქცევითი საუბრის მაგრამ ეს ხშირად არ გამოდის. ხშირად ამ შემთხვევაში უფრო უმეტეს შემთხვევაში, როდესაც აი ესეთი კონკრეტული შიშია, შეიძლება არ გამოვიდეს და არსებობს გარკვეული ჯგუფი მედიკამენტების, რომლებსაც ხანმოკლე მოქმედება აქვთ და რომლებიც შეიძლება ფრენის წინ თუ ეს ასეთი აუცილებელია,
თქვათ, გამოვიყენოთ და ის უბრალოდ მოადუნებს იმ ტვინის სტრუქტურების მუშაობას. ჩვენი შფოთვა და შიში განპირობებულია ეგრეთ წოდებული ემოციოგენური ზონები არსებობს თავის ტვინში, ეს არის ამიგდალა, ჰიპოკამპი, ესეთი სარტყლისებრი სხეული, სადაც წარმოიქმნება ჩვენი ემოცია. საერთოდ ყველა ემოციას აქვს თავისი ნეირობიოლოგიური საფუძველი. აი ეს მედიკამენტები იქ გარკვეული ნეიროქიმიური ნივთიერებების წარმოქმნას ბლოკავენ, რომლებიც შიშ და შფოთვის განვითარებას ხელს უწყობენ. ესე იგი, ამიტომ ამას აქვს თავის საფუძველი. ამ შემთხვევაში, როდესაც ვთქვათ, აი ესეთი ჩამოყალიბებული შიშია, ეს გარკვეულწილად შესაძლებელია ასე ვთქვათ, მარტო საუბრით, იცით, იქ ადამიანს აქ ასეთი ვთქვათ, მდგომარეობა არის შფოთვა და მერე შფოთვის უკიდურესი გამოვლენა არის პანიკა. მას აიტანს აბსოლუტურად ირაციონალური პანიკური შიში. ეს შიში არ არის რაციონალური, მაგრამ იმ შემთხვევაში, აი რაღაც ეტაპის მერე საუბარი შეიძლება სრულიად არაეფექტური იყოს. და ცნობიერებით ვეღარ აკონტროლებს. და ამ შემთხვევაში ცოტა შორის არის ძალიან დიდი და კარგი ჯგუფი მედიკამენტებისა, მე თქვენს პირობას ვიცავ და არ დავასახელებ მათ სახელს, რომლებიც ძალიან კარგად მოქმედებენ სწორედ ამ ემოციოგენური ზონების, ასე ვთქვათ, გარკვეულ დაბალანსებაზე, მაგრამ ძალიან სხვადასხვა რამეა შიში და შფოთვა. აი აქ გავჩერდეთ, მოდით. აი იმ დროს სხვადასხვა ხან დიახ და გავარჩიოთ რა განსხვავება ერთმანეთისგან გავმიჯნოთ შფოთვა და შიში და მაყურებლისათვის უფრო გასაგები იქნება, რატომ ავიჩიეთ საუბრის თემა და რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს იმ თქვენს მიერ ნახსენებ პასუხისმგებლობასთან. მინდა ამ თემას დაუბრუნდეთ ხან მოკლე რეკლამის შემდეგ. დავბრუნდით ეთერში, ჩვენ საუბრობთ თემაზე შფოთვა და შიში და ჩვენი სტუმარი გახლავთ ექიმი ნევროლოგი პროფესორი მარინა ჯანელიძე. ხალბატონ მარინა, თქვენ საუბრობდით იმის შესახებ, როგორ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან შფოთვა და შიში. იცით რა, ძალიან მკაფიო. მე ვიცი რის, აი შიში არის რომ რაღაცის მეშინია. კონკრეტულის, მიწისძვრის, ეს ძალიან ხშირი შიშია. მეხის, წვიმის, სტიქიების, გარკვეული ცხოველების, წერების სხვათა შორის, კალიების, ხო, კოღოების, ქვეწარმავლების. აი ეს შიში კონკრეტ ადამიანი არის შეიძლება აბსოლუტურად ნორმალური, ჩვეულებრივი და მას აქვს გარკვეული კონკრეტული მოვლენის მიმართ შიში. აუცილებელია რომ ადამიანი იყოს შეპყრობილი შფოთვით, ანუ გქონდეს მუდმივი შფოთვა. დიახ, აი სწორედ ეს მაყურებლისათვის ვსვამ ამ კითხვას. ეს შიში გასაგებია, მე ვთქვა სიტყვაზე აბსოლუტურად ჩვეულებრივი, მაგრამ მაქვს პანიკური, ირაციონალური შიში მიწისძვრის სიტყვაზე, ხო? და აი ასეთი თქვა თქვენ თუ გინახიათ არის აი ამ დროს ეხლა ხანდახან ყოფილა საქართველოში მიწისძვრები, ხო, ჩვენ ხო გვახსოვს და აი მე მინახია ადამიანები ირაციონალური ქცევით მიწისძვრის დროს, რომელიც თქვა ჩვენთან ახლა არაფერი ისეთი დამანგრეველი არ ყოფილა, ეს არის აბსოლუტურად ირაციონალური ქცევა და შიში არის მიწისძვრის. სიტყვაზე ახლა მიწისძვრა ვახსენე როგორც თქვა ხანძრის, მაგრამ შფოთვა არის აბსოლუტურად უსაგნო. აი არიციან რის გამო შფოთავენ, ყველაფრის გამო. ცუდი წინათგრძობა გვაქვს, რაღაცას ცუდ ველოდებით, რაღაცა არ მოხდეს. ეს არ არის კონკრეტულად რომ მე მეშინი ამისი, არა, მე შფოთავ და ეს შფოთვა ხა კიდევ ვიმეორებ, თითქმის ყველას გვჩვევია გარკვეულ სიტუაციაში, მაგრამ როდესაც ის იღებს იმდენად ირაციონალურ ხასიათს, რომ მე მიშლის ცხოვრებაში და მე უკვე ამ შფოთვის გამო ხდები გარკვეულად დეპრესიული, ვერ ვიღებ ვერანაირ გადაწყვეტილებას და გარშემომყოფებისთვის ჩემთან ურთიერთობა უკვე არის გარკვეულად დამტანჯველიც და რთული, ეს უკვე რასაკვირველია არის პათოლოგია. ესე იგი შფოთვა ეს უნდა გავმიჯნოთ. ეს არის არ ვიცით რის გამო. ეხლა არსებობდა ესეთი თეორია, ნუ ხა ჩვენ ამ ნევროზების ერთ-ერთი ფორმა გარკვეულ ეტაპზე ყველაფერს, ასე ვთქვათ, ფროიდის ფსიქოანალიტური თეორიის ხსნიდა, როდესაც აი შფოთვა ეს არის არ გახსენებული შიში, რომელიც ჩვენ არ გვახსოვს რის შიშის ფაქტორი და გვავიზდა, მაგრამ დაგვრჩა იქიდან გამოყოლებული შფოთვა. ხა ეს თეორია მე ბევრჯერ გადაიხედა, მაგრამ აი მარტივად რომ გასაგები რომ იყოს ახსნას და საერთოდ თვლიან რომ ხა აი შფოთვა ყოველთვის მოდის ბავშვობიდან ჩვენი გარკვეული შიშების არასწორი, აი შიში ბავშვ ინტერპრეტაცია უნდა შიშის, ამ შიშის თქვა ახსნა რომ ეს არ არის რაციონალური, როდესაც ამას არავინ არ აკეთებს, ის შეიძლება მოზრდილ ასაკში ადამიანს გადაუვიდეს შფოთვაში. მე ვცდილობ რომ ეს უნდა გასაგებად რასაკვირველია. მაყურებელს უპასუხოთ და მე მაქვს თქვენთან
ერთი კითხვა. დილამშვიდობისა. გისმენთ? ეთერში ვარ? დიახ, გისმენთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა. ქალბატონო მარინა, შეკითხვა მაქვს თქვენთან თუ შეიძლება. დამიდგინის პოზიციური კეთილთვისებიანი თაბრუხვევა. ნევროლოგმა გამიკეთა ტესტი, ეს აი წაყერავების მეთოდით და მარჯვენა ყურში დამიდგინდა. დამინიშნა ესე იგი ვარჯიშები და დამამშვიდებელი. ნუ აი ამ ვარჯიშების დროს თაბრუხვევამ ერთი სიტყვით აი ესე ჩამომიყალიბა, ვერ ვიგებ ნევროზი თაბრუხვევამ ჩამომიყალიბა თუ პირიქით, მაგას უკვე ვერ ვაცნობიერებ. და აი სულ მაქვს ხოლმე, ეხლა მაქვს აი თითქოს მიკლო თითქოს, მაგრამ აი მაქვს ხოლმე ქანაობის შეგრძნება. აი რომ გავდივარ და ვიზაბები, რომ აი არ დამემართოს, აი როგორც გაქანავებს, აი ესე შერყევებით, აი ესეთი მსგავსი და აი ხა ყურში მაინტერესებს თქვენ როგორ კონსულტაციას მომცემთ. საჭიროა ყურში გამოვიკვლიო ლოკოკინა, ასე ვთქვათ, რა მდგომარეობაში მაქვს ეს ოტოლიტების, ესე იგი განსაკუთრებით ვატყობ ხოლმე, როცა გავნერვიულდები, მაშინ ესე იგი ეს ოტოლიტები ხდება თავში, არ ვიცი რა ხდება, რევოლუცია, ასე ვთქვათ. და ესე იგი მხოლოდ დამამშვიდებლები თუ რამე მედიკამენტოზური მკურნალობა არის საჭირო თუ როგორ მოვიქცეთ თქვენი დახმარება მჭირდება. დიდი მადლობა წინას. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა შეკითხვისთვის. მე უნდა ვუპასუხო აუცილებლად მაყურებელს. ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით საგანგებოდ გქონდა რამდენჯერმე გადაცემა ნეიროოტოლოგთან ერთად, ქალბატონ ნანა თევზაძესთან ერთად. ჩვენ ვისაუბრეთ, რას ნიშნავს ყურში კენჭის გავლა. ორი სიტყვით ვიტყვი. აუცილებლად თქვენ და თქვათ აი თითა მე რამე უთხრა. აი ის რაც მას ჰქონდა და რაც ალბათ ქალბატონმა ნანა, იმიტომ რომ სხვა ამ სპეციალისტი არ აყავს ქვეყანაში, ეს არის აუტანელი შეგრძნება. ისეთი შეგრძნება, რომელიც მოიცავს შიშად თავის თვითონ შეგრძნება. აი ეს სუბიექტურია თაბრუხვევა, იმდენად აუტანელია, რომ ადამიანს აგდებს პანიკაში, შფოთვას იწვევს და ხანდახან, როდესაც ის მერე გაივლის ობიექტური საფუძველი, ადამიანს აი ამისი კვალი და მეხსიერება სურჩება მეხსიერებაში ის შეგრძნება და მერე უკვე ამან შეიძლება, ხა მე ამ შემთხვევაში ვერ გეტყვით როგორი რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ შეიძლება უკვე მიიღოს ასეთი აი ფობიური თავბრუხვევის შიშის სახე. ეს რეალურად კი არ ხდება, მაგრამ აი ეს შთაბეჭდილება გაქვს და ამიტომ როგორც კი თავს ვატრიალებთ, ის იმდენად იყო ძალიან მძაფრი. ძალიან უსიამოვნო, ამასთან შეგუება წარმოუდგენელია. რომ აი სულ გვაქვს შიში ის არ დამეწყოს. ხშირად აი ასეთ სახეს იღებს და ამ შემთხვევაში რასაკვირველია ჯობია კონსულტაციით, ახლა მე უბრალოდ ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი ავხსენი მისი ქალბატონის მდგომარეობის. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ის რაც მას ერთხელ დაემართა, ის განმეორდეს, ის განმეორებადია თავისთავად. ამიტომ მაინც ჯობია კონსულტაცია, მაგრამ აი ორივე ვარიანტი უნდა განვიხილოთ ამ შემთხვევაში. და ამ შემთხვევაში შესაძლებელი არის პროცედურაც კი, რომელიც გამოიწვევს ზუსტად პროვოცირებას გაუკეთებს და ეს აი ეხლა პროფესიონალისტვის ძალიან ადვილი გასარჩევია პროფესიონალისტვის და ამიტომ ქალბატონმა ჯობია მიმართოს ამ დაწესებულ გარკვეულ ექიმებს და დაეხმარებიან ნამდვილად. დიახ, მე უნდა დაუბრუნდე იმ კითხვას, რომლის დასმასაც ვაპირებდი. თქვენ ბრძანებდით იმის შესახებ, მე შეგნებულად დაგისვით ეს კითხვა, იმისათვის რომ რამდენჯერმე გაგემეორებინათ, რომ შფოთვა ეს არის მდგომარეობა, რომელიც მოითხოვს ყურადღებას, თუმცა შიში ეს არ არის პირდაპირ კავშირში შფოთვასთან. შეიძლება ადამიანს საერთოდ არ ქონდეს შფოთვითი მდგომარეობა, მაგრამ შიშის ქონდეს კონკრეტული დაუსაბუთებელი ერთი შეხედვით, მაგრამ ქონდეს ეს კონკრეტული ფაქტორის მიმართ შიში. მაგრამ როდესაც თქვენ საუბრობდით, რამდენად მნიშვნელოვანია, მე საუბრის დასაწყისს ვუბრუნდები. საუბრობდით იმის შესახებ გენეტიკურ განწყობასთან ერთად, რამდენად არსებითია აღზრდის თავისებურება იმისათვის, რომ ჩვენ მართოთ ჩვენი განწყობა, ემოცია, იმისათვის, რომ ჩვენი ურთიერთობა სოციუმთან არ აღმოჩნდეს დამამძიმებელი სხვებისათვის, იმისათვის, რომ ჩვენთან ურთიერთობა ტვირთი არ აღმოჩნდეს ოჯახის წევრებისათვის, აღარ ვაპარაკობ თქვა სამუშაო გარემოზე და ასე შემდეგ. არის თუ არა გასათვალისწინებელი ის გარემოებაც, ეს არის სოციალური მხარე. არის თუ არა გასათვალისწინებელი ის გარემოება, რომ დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო შფოთვა გაუთავებლად ყველაფრის გამო აუხსნელი მიზეზების გამო შეიძლება გახდეს ჩვენი ჯანმრთელობის ამა თუ იმ პრობლემის სათავე. შეიძლება შფოთვა მიგვიყვანოს კონკრეტულ დაავადებებამდე. იცით რა, საერთოდ ასეთი შფოთვა შეიძლება ითქვას, რომ ბევრ სერიოზულ დაავადებაზე უარესია. აი თავისი მაინვადიდიზირებელი გავლენით ადამიანზე. ხა მე გულისხმობ, აი რასაც ექიმები უძახიან ჭეშმარიტ, ახლა შფოთვით აშლება. ის თავისი არსით
ბევრ ორგანულ დაავადებაზე უფრო მძიმეა, რამე თუ იწვევს ადამიანის უნარების ძალიან მკვეთ დაქვეითებას და მე მას ხშირად ამოყვება დეპრესია, ასე ვთქვათ, ის დეპრესია თავის მხრივ შფოთვას შეიძლება გააძლიეროს და ესენი ძალიან ხშირად ერთად თანაარსებობენ, მაგრამ ეს არ არის უბრალო საკითხი, რომ ადამიანს, ვთქვათ, სერიოზული გენერალიზებული შფოთვითი აშლობით პაციენტი ეს არის ისეთივე პაციენტი, კიდევ ვიმეორებ, ხანდახან უფრო რთულად ემორჩილება თერაპიას, მე გულისხმობ ყველა სახის თერაპიას, ვიდრე, ვთქვათ, უფრო ერთი სიტყვით თითქოს ორგანული მძიმე, მაგრამ შფოთვის გარეშე მიმდინარე პათოლოგია. ამიტომ შფოთვა თავის მხრივ, ასე ვთქვათ, დიდი პრობლემა არის. მე გულისხმობ, როდესაც მას ჩვენ პათოლოგიის სახეს მივცემთ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმასაც მინდა მოიმაქციო ყურადღება, რომ ჩვენ სინამდვილეში კიდევ ვიმეორებ, ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელიც ეხლა საზოგადოების, ზოგადად ჩვენი მოსახლეობის შფოთვას ხელს უწყობს. ადამიანები შფოთავენ. გვაქვს ძალიან ასე ქვია ამ პერიოდს გარდამავალი ეკონომიკური პერიოდი, ხო, რომელიც ცოტა გაგვიგრძელდა. ადამიანებს აქვს შიში მომავლის. შიში აქვს ყოველდღიური ცხოვრების. საკუთარი შვილების ბედის გამო, ჯანმრთელობის იმდენი რეალური შიში აქვს. მე გულისხმობ რეალური, იმიტომ ეს 100-ია, ხო? სოციალური დაცვა, რაღაცა ვთქვათ, გამოჩნდა ცოტა მისი კონტურები, მაგრამ რეალურად ჩვენ ბევრი რამის შიში გვაქვს და სიტუაცია გვაქვს კიდე ისეთი, რომელიც არავითარი დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს და ეს ადამიანებზე აისახება. აუცილებლად აისახება და რა კი ლადოს საკითხი დღეს გავარკვიეთ. ჩვენ იმედია მოისმინა ეს ყველაფერი. ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი საკითხი, ბოლო კითხვა და ამით დავამთავრებ. ხშირად არის ხოლმე დამოკიდებულება, რომ შფოთვას და შიშს ჩვენ უკვე გავმიჯნეთ, რომ ეს სხვადასხვა მდგომარეობა კარგად დაძლევს ალკოჰოლი. მით უმეტეს დღევანდელი ჩვენი მოვლენები, რაც ხდება სამზარეულოში, ქალბატონი ნანას დამსახურებით, აუცილებლად მოითხოვს განმარტება. ანუ რამდენად სწორია მაგალითად ფრენის შიშის დაძლევა ალკოჰოლის გარკვეული ულუფის მიღებით, ან შფოთვა და შიში. გარკვეული დოზით. მე ამას ვიმეორებ ძალიან ხშირად, ვიმეორებ სტუდენტებს, ახალგაზრდა ექიმებს, რომ გარკვეული დოზით ალკოჰოლი არის არაჩვეულებრივი წამალი. და ის არის ანტიდეპრესანტია, დავარქვათ ესე. და აი ამ დოზით ალკოჰოლი ძალიან ეხმარება ადამიანებს. კიდევ ვიმეორებ, საქართველებმა დოზა არ იციან ალკოჰოლის სამწუხაროდ, ამიტომ საქართველოში ამის პროპაგანდა ხშირად ასე ვთქვათ ორი ჭიქა შეიძლება ცუდად მთავრდება. ცუდად მთავრდება, მაგრამ აი 100 გრამი ასე ვთქვათ ალკოჰოლი. მე გულისხმობ ღვინოზე. 300 რო იყოს თვითონავში ჩაჯდომამდე? ნუ ხა 300 ჯერ ალკოჰოლის დოზა ლაპარაკია, ქალბატონმა მარინა მახსენა მოცულობა, ღვინის მოცულობა და მასში ალკოჰოლის შემცველობა იქნება 5-10 გრამი, მეტი არა. ამიტომ ეს არის ეს წამალია და ანტიდეპრესანტია ძალიან კარგი. მე სხვადასხვა შორის ხშირად მithქვია, ერთ-ერთ მაშინ მოვისმინე, თქვენ ახლა დაახლოებით იმ რეჟიმში ხართ, BBC-ს მუშაობა ხო წარმოგიდგენიათ როგორია? თქვენზე ცოტა უფრო დაძაბული ალბათ, არა? აი BBC 5 საათზე საინფორმაციო ოთახში უფროსი ჩამოუსხამს ყველას გარკვეულ დოზას ვისკის და ეუბნება ეხლა ვისვენებთ და ნუ დოზა მე გულისხმობ რელაქსაციის დოზა და მე აგრძელებენ მუშაობას. ეს არის ძალიან კარგი ანტიდეპრესანტი, რელაქსანტი, ოღონდ კიდევ ვიმეორებ, გარკვეული დოზით, რასაკვირველია. მე ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა საქართველოს შესახებ, რომ ქალბატონი მარინას სიტყვები მოითხოვს სწორ ინტერპრეტაციას, არავითარ შემთხვევაში გათამამებას ამ რეკომენდაციასთან. და შორის ერთი რამე კიდე ახლა მინდა გითხრათ. ჩვენ კიდე რასი მომსწრე ვართ. ახლა თქვენ მე უბრალოდ ჩვენთან ხშირად შფოთვას იწვევს ის ზოგადად. მე ვამბობ ახლა აშლობას და ზოგადად აი ესეთ შფოთვას. როდესაც ადამიანს მეტი პასუხისგებლობა აქვს, ვიზე მას მისი ტარება შეუძლია. აი ზოგადად. ხო? როდესაც შენ თქვათ ახლა, ნუ თქვათ აი თქვენ ხართ ძალიან წარმატებული, მე ახლა კომპლიმენტს არ გეუბნებით, ამ დარგის წამყვანი. თქვენ რომ დაგაყენონ ვენის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორად. ხო შეიძლება შფოთვა შიში და შეიძლება ძალიან მინერვიული. აი პრინციპს გეუბნები, ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ოღონდ ეს კომპეტენცია თანდათან უნდა იზრდებოდეს და პასუხისმგებლობას ასევე უნდა იზრდებოდეს თანდათან. აი როდესაც ჩვენ აღმოჩნდებით გარკვეულ რასაც თქვენ დაიწყეთ სამსახურში ნორმალური გარემო შექმნა, იქ რაც არ არის, ჩვენ ამისი არც კომპეტენცია გვაქვს და არც ამ პასუხისმგებლობის გაზიარების და ამ ტვირთის ტარების გამოცდილება უნარი. იქ იწყება ჩვენი შფოთვა ძალიან სერიოზული, რომელმაც შეიძლება ჩვენს მოგვიტანოს ზიანი და თუ ეს გარკვეულად დიდ მასას მოიცავს ადამიანებისა, რასაც ჩვენ თქვათ
ვაბარებენ, იქ შეიძლება ზიანი მოუტანოს სხვასაც. აი პრინციპს ამბობ, ფოთის მიზეზი ხშირად ესეც არის. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მარინა, მაყურებელს შევახსენებთ, რომ ჩვენ და გავზარდოთ ჩვენი კომპეტენცია, შეუსაბამოთ პასუხისმგებლობას და მაშინ ნაკლები პრობლემები გვექნება როგორც შიშთან, ასევე შფოთვასთან დაკავშირებით. სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობთ დღეს ჩვენ სტუმართან ერთად, ექიმ ნევროლოგ პროფესორ მარინა ჯანელიძესთან ერთად. ხანმოკლე რეკლამა იქნება ჩვენს ეთერში. Thank you.